შინაგან საქმეთა სამინისტრო კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ღონისძიება კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა, როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ასეთი დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც კიბერდანაშაულის გავრცელებულ კატეგორიებზე, მომხმარებელთა დაცვის პრინციპებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ვცლად ისაუბრა. მე გამოვედი ინიციატივით, რომ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს კვირეული კიბერუსაფრთხოებას, რომელიც მიეძღვნება კიბერუსაფრთხოებას, რომელშიც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა უწყებები და ასევე ჩართული იქნება საზოგადოება, კერძო სექტორი. ეს მოგცემს საშუალებას ჩვენ, რომ ერთმანეთს გავუსვალოთ ინფორმაცია და ამავდროულად ვიმსჯელოთ იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რაც მოგვეხმარება ამ გამოწვევის გასამყარებლად. მოქმედი ნაბიჯები არის გადასარქმელი იმისთვის, რომ ერთის მხრივ მოქალაქეებს ჰქონდეთ სათანადო ცოდნა და მინიმალური უსაფრთხოების ზომები მაინც გაატარონ საკუთარი სისტემების დასაცავად და მეორეს მხრივ მათ იცოდნენ სად, ვის და როგორ უნდა მიმართონ, თუ კი საფრთხე, ასე ვთქვათ, დადგა და მათ წინააღმდეგ ხორციელდება კიბერ თავდასხმა ან მათი მონაცემების უკანონო მოპოვება ხორციელდება. ძირითადი პრობლემა, რაც იკვეთება, არის კიბერთაღლითობები, როდესაც ხდება სხვა ადამიანების საფოსტო ყუთებში, ელექტრონულ საფოსტო ყუთებში შეღწევა და ამის საშუალებით კონტაქტის დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან თუ იმ ადამიანებთან, ვისგანაც შესყიდვებს ახორციელებენ. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს არ აქვთ საკმარისად რთული პაროლი გამოყენებული, იმიტომ რომ სხვა კომპიუტერებზე ტოვებენ თავის საფოსტო მისამართ ჩართულს, ან კიდევ პერსონალურ სენსიტიურ ინფორმაციას საკუთარი საკრედიტო ბარათების ან ელექტრონული ფოსტის შესახებ გადასცემენ სხვა ადამიანებს.